მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თეიმურას ვაშაყმაძე, თქვენ უყურებთ ქამადის არხს და დღეს ჩვენ გვექნება, როგორც ლევან ჭედია და ველიჯანა ამბობს, თაობების ომი. ორი გლენმორანჯი, ახალი გამოშვების და ძველი გამოშვების. რატომ გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა? მე უკვე დავაგემოვნე, დავადეგუსტირე ჰარისონ ფორდის გლენმორანჯი და ჰარისონ ფორდის გლენმორანჯი გაცილებით უკეთესია ვიდრე ძველი ბოთლი ორიჯინალი. ვიდეო აქ არის, შეგიძლიათ ნახოთ, შევადარე, მაინტერესებდა, სტილისტიკა არის ჰარისონ ფორდში, რო ეს არის გლენმორანჯი, მაგრამ უკეთესია. უფრო მომეწონა, უფრო კომპლექსურია, გემოზეც, ფინირზეც, ყველანაირად უკეთესია. მაგრამ ესეც არ არის ცუდი ვისკი. ეს ძალიან კარგი ვისკია. და როცა მოუყევი ეს ლევან ჭედიას ვისკის ბარის კლუბში, მკითხა, ახალი გლენმორანჯი თუ გაქვს გასინჯულიო? უთხარი არა. ხო და მომცა ეს ბოთლი და მითხრა, მიდი გასინჯე და შეადარეო. დიდი მადლობა ლევან. ამიტომ დღეს ჩვენ გვექნება ისევ ბლაინდი, ჩამოვასხამ, როგორც ყოველთვის, ნომერი 1, ნომერი 2. სულ დამავიწყდა. სანამ მე ვასხამ, თქვენც ჩამოისხით და ერთად დავაგემოვნოთ. და დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას აგემოვნებთ. ნომერი 1, ნომერი 2. აბა ვნახოთ. რაღაც ბევრი მომივიდა. ამდენს რა თქმა უნდა იქნება დასალევი. აქაც მოდით მაშინ იგივენაირად დავასხათ. აი ასე. ერთნაირად არის. ესე იგი, ჩვენ გვაქვს 2 გლენმორანჯი. ეხლა მე თეონამ მჭირდება. აბა თეო, მოდი დავხუჭავ თვალებს და შეცვალე ჭიქები. აბა დავიწყოთ. ცოტა ასე გავწევ, კადრში ალბათ გამოჩნდება. რახან ორ ბოთლს ვადეგუსტირებ, ალბათ თაფლი, ციტრუსი, ვანილი, რაც ახასიათებს ორიჯინალს. მოდით, ბოთლებზე სულ არაფერი არ მithქვია, ესე იგი, ძველი ორიჯინალი, 10 წლიანი, 40 გრადუსი და აქვე აწერია notes of citrus, peach and vanilla. და რაც უნდა იმ წამსვე იპოვოთ გლენმორანჯ ორიჯინალში. ციტრუსები, ლაითი, აი ეს ციტრუსების სტილისტიკა, გლენმორანჯის სტილისტიკა კარგად არის ამაში. თაფლი, ვანილა, ატამს ჯერ ვერ ვპოულობ, აქ აწერია ატამი, რა ვიცი, იქნებ აქ ვიპოვო. ესე იგი, ეს არის ძველი ბოთლი. ძველი ბოთლი არის, როგორც თქვი, 40 გრადუსიანი, 10 წლიანი. ეხლა გადავიდეთ ახალ ბოთლზე. ახალი ბოთლი არის 12 წლიანი და აწერია Bourbon Casks. ამას არ აწერია, რომ ეს ბურბონია, მაგრამ ბურბონი იქნება. კი, შერი არ ეტყობა ორიჯინალს, არასდროს არ ეტყობოდა. აქ რა გვიწერია? 12 წელი, Bourbon Casks, ესეც 40 გრადუსი. დიზაინი სრულიად სხვანაირია, ნახეთ, ბოთლებიც განსხვავებულია. აქ ჩვენ გვიწერია smooth, creamy, with notes of orange, honey, vanilla and peach. აი ასეთი არის. ესე იგი, ეს პირველი მე ცხვირზე ვნახე, მაგრამ რაზე ვნახე მაგი პირველი ცხვირზე? მე სულ მარცხნიდან ვიწყებ, კაი. ეს სხვანაირია. რომელია ძველი, რომელი ახალი? სპირტი აქ მეტი მოდის. როგორც მე მახსოვს,
ეს უნდა იყოს ძველი. აი ახლა ვიხსენებ იმ ჩაწერას ჰარისონ ფორდის გლენმორანჯი რო დავაგემოვნე. აქ ახლა გაჩნდა ორცხობილა იქ არ ყოფილა, იმ წამსვე არ ყოფილა. აი ასეთი ტიპის არ იყო. რაღაც სიმჟავე წამოვიდა. ესეც არ არის ცუდი. აქ რა ინტენსიური ციტრუსები, აი აქ ციტრუსები ოდნავ არის. ეს არის უფრო honey, თაფლი, butterscotch, ორცხობილა და მერე ციტრუსები. აქ ციტრუსები, მერე თაფლი, მერე ვანილი, გადადის ვანილში. აქ ვანილი არ არის, მაგრამ რაღაც ვარდი არის აქ. ვარს რა უნდა? ხო, ვარდია. ასე ინტერესოა. ცხვირზე არ არის ცუდი არც ერთი. მაგრამ სპირტი აქ მეტი იყო, ამიტომ რა ვიცი, ალბათ აი ეს ორიგინალს უფრო გავს. მაგრამ ცხვირზე ისე რომ ბევრად უარესია არ არის, მაგრე. მარცხენათი დავიწყებ. გემო უკეთესია ვიდრე ცხვირი. მაგრამ ფინიში მოკლეა, საშუალოზე მოკლეა. მალე ქრება. აბა ეს ვითომ სულ თავიდან გემო საინტერესო იყო და მე ყველაფერი გაქრა, ფინიშზე არაფერი არ დატოვა. გემოები არ იყო. ეს უფრო საინტერესოა ცხვირზე. იცი რატომ? ეს უფრო ჩაკეტილია და ალკოჰოლი უფრო იგრძნობა. თაფლი ოდნავ სანელებლები. ესეც მალე ქრება. უკვე გაქრა. ფინიშზე ერთნაირად არის, აბა რა ვთქვათ, ცხვირზე. უპირატესობა ამას, მაგრამ დიდი უპირატესობა არა, ალბათ ერთი ქულით. და გემოზე ახლა პორტოხალი წამოვიდა. პორტოხლის კანი. კი. და გაქრა. ხო. ეს უფრო ალბათ აი light whisky-ა, საკოქტეილო ამ პროსტა თუ არ გინდათ მძიმე და რაღაცა, პროსტა light-ად რო დალიოთ, ფინიში ქრება მალე. ძალიან მოკლე ფინიშია. ნამე აღმოჩენები აქ ამ ვისკში არ არის. ცხვირზე ეს ჯობია. კი, ეს ჯობია ცხვირზე, უკვე ორი ქულით. წყალი ხო დავლია, აბა კიდე ერთხელ.
და გემოზეც ვითომ ჯობია. კი. ცხვირზე 2 ქულით ჯობია, ასე ვიტყოდი, გემოზე 1 ქულით. აბა ვნახოთ, რომელია. მეორე. ასე გაუკეთები, არ შეუცვლია? ალბათ ატრიალა და ისე დატოვა და ხო, პირველი და მეორე. აი, ესეც ასე არის დანომრილი. ესე იგი, ჩემთვის გაიმარჯვა ძველ ბოთლმა. სამწუხაროდ ასეა, მეგობრებო, ძველი ბოთლები ჯობია ახლებს და აი მე როგორც ვისკის ენთუზიასტი, როგორც კოლექციონერი, ერთ-ერთი მიზეზი რატომ არის, რომ ვაგროვებ ბოთლებს და აი კოლექციაში მაქვს და არ ხსნი ზოგჯერ ბოთლებს, რომ აი 5 წელიწადში, 10 წელიწადში რო გახსნა ის რელიზი, რომელიც შეიძლება ეხლა უფრო სუსტია, ვიდრე იყო 10 წლის უკან, მაგრამ 10 წლის შემდეგ დღევანდელი რელიზი, აი რაც კოლექციაში გააქვთ, შეიძლება გაცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე 10 წლის შემდეგ იქნება ვისკები. აი ესეც არის ერთ-ერთი мотивация ჩემთვის, რატომ ვაგროვებ მე ვისკებს. აბა ეს არის და ეს. მადლობ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. დაწერეთ თქვენი კომენტარები, თუ გაქვთ გასინჯული ძველი ორიჯინალი და ახალი ორიჯინალი, რომელს მიცემთ უპირატესობას, თქვენ რომელი უფრო მოგწონთ. მადლობთ რომ უყურებთ ამ არხს, წარმატებები და დროებით.